საქართველოს ნამდვილი საშობაო და საახალწლო ფილმი გვაქვს, ეს გურამ პატარაიას კუჩხი ბედინერია, რომელიც სანამ იარსებობს ქართული საზოგადოება მანამ იქნება ახალი წლის აუცილებელი კომპონენტი. ფილმი გადაღებულია ძირითადად ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ნაწილი კი კინოსტუდიის პავილიონებში გადაიღეს. რამდენიმე პროფესიონალი მსახიობის გარდა ფილმში ძირითადად არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ, მაგალითად სოფლის მეკვლრის პაჭუ ბაბუხაძე ასრულებს, მოქანდაკე დიმიტრი მიქატაძე ასრულებს. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ ფილმში პერსონაჟების ნათქვამი ფრაზები ფრთიან გამონათქვამებად იქცა. კალისტრატე ბელქანიადან რომ გადავალ, იჟოგი ფოჩხვასთან გზაში 17 წუთი ხომ დამჭირდება? აჩვა გეკითხე. სკანი გოლი ვაფირო. 17 წუთი რა თქინდა, აგერ არ არის 5 წუთში მიხვალ. როგორ კაცო? როგორ მივა? თითო სადღე გზელო ხომ უნდა დავლიო ყველა ოჯახში. ტემპი ხომ კლებულობს? ვინც არ უნდა იყო მან. ღარიბი თუ მაშვრალი? მაშვრალი. დიდარი თუ მათხოვარი? ტერი თუ მოყვარე? მეზობელი თუ ნათესავი? სიხარულით გიღებ გარს. შენი ბედი დამებედოს. ბიძიკო, გისურვებ რომ წელს მაინც მოხვედრილიყავი ინსტიტუტში ბოლოს და ბოლოს რა გახდა კაცვაზე. ახლა მართლა და მაინც და მაინც შემს ფეხებს კინოენდორი შენ. პატარა ტვინიც გაანძრია, ასია საჭირო. სასისკი უყარს ჩემს ბროლიას. აუ, აქვს აღამისა სასისკის სავიშო შეკა. რა უშავს იყოს 3 დღეა სპეციალურად ვაში მშიდებ. მოდი კალბასი იყოს ეზო. მამეტანი უყარს. უყარს ხომ? ფილმში ისმის საოცრად დადებითი და ტკბილი სადღესასწაულო ემოციების მომტანი მეგრული სიმღერა, რომელიც იაკობ ბობოხიძემ დაწერა და ირაკლი უჩანეშვილმა და ლენა რაქვიაშვილმა შეასრულეს. გურამ პატარაიას ეს ფილმი ეკრანებზე 1978 წელს გამოვიდა და ის დღემდე ყოველ წელს ეკრანებიდან გვილოცავს. ახალ წელს და ჩვენში საახალწლო სადღესასწაულო განწყობა შემოაქვს. ჩვენი საახალწლო ფილმების ათეული ასე გამოიყურებოდა, თუ რეიტინგს ოდნავ გავზრდიდით, მაშინ ბევრი სხვა ფილმის მოხვედრაც შეიძლებოდა, მაგალითად ფორმულა კრეატივის მიერ გადაღებული ფილმები, მათ შორის რაც ყველაზე ძალიან გიყვარს. ასევე სხვა ფილმების, თუმცა ეს ათეული ასე გამოიყურება. დააკომენტარეთ თქვენი საყვარელი ფილმები, რომელიც ამ ათეულში ვერ მოხვდა, ლაიქები არ მოაკლოთ ამ ვიდეოს და გამოიწერეთ არხი. დიდი მადლობა, ბედნიერ შობა ახალ წელს გისურვებთ.